ტაოკლარჯეთი ამ სახელწოდების მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევები თურქეთის სასაზღვრო რეგიონებში ქართული ელემენტების შავშურში კენად მარადიდის მკვიდრთა მეტყველების ურთიერთმიმართებები ამ და სხვა თემებზე დღეს პროფესორებმა მოხსენებები წაიკითხეს კონფერენციაში მონაწილეობას 80-მდე ქართველი და 30-მდე უცხოელი მეცნიერი ღებულობს. პროექტის მიზანი ისტორიული ტაოკლარჯეთის კომპლექსური კვლევა დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მკვლევართა მეტი კოორდინირება და სამეცნიერო ინტერესების კიდევ უფრო გაღვივება. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი ძეგლებისა და იმ მიკრორეგიონების შესწავლის გააქტიურებაზე, რომლებიც კაშხლების მშენებლობის გამო იტბორება. საერთაშორისო კონფერენცია 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. 4-დღიანი მუშაობის შემდეგ მონაწილეები ტაოკლარჯეთში ექსკურსიაზე გაემგზავრებიან. კონფერენცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ამჯერად მონაწილეობას იღებს პრაქტიკულად თურქეთის ყველა მეცნიერი, რომელიც ამ რეგიონზე ინტენსიურად მუშაობს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 100-მდე ქართული მეცნიერის გარდა წარმოდგენილი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და 20-მდე უცხოელი მკვლევარი და შესაძლებელია რომ ნელ-ნელა იზრდება ჩვენი თურქოლოგების რიცხვიც, რომლებიც ინტერესდებიან ამ რეგიონის ისტორიით, არქიტექტურით, კულტურით. ეს ისტორიული მხარე ყოველთვის იყო და დღემდე რჩება განსაკუთრებული ინტერესის საგნად. მეორეს მხრივ ეს გააღვივებს კიდევ უფრო მეტად სამეცნიერო ინტერესს მკვლევარებში და ასევე ხელს შეუწყობს იმ ქართულ სიძველეთა პოპულარიზაციაში საზოგადოების ფართო მასებში, რომელიც დღემდე არის შემონახული ამ ისტორიულ მხარეში.